წმინდა სინოდმა 17 მაისამდე ქვეყნის 142 კათოლიკოსი უნდა აირჩიოს. უმაღლეს იერარქს სამების საპატრიარქო ტაძარში გამოარჩევენ. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული რიგით მე-14 სხდომის სამზადისი უკვე დაწყებულია. სინოდის გადაწყვეტილებით ეპისკოპოსებს იმ დელეგატების სიის შედგენა დაევალათ, რომლებიც პატრიარქის არჩევის დროს სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ. სხდომას სულ 2000-მდე საერო და სასულიერო პირი დაესწრება. სად უნდა გაიმართოს გაფართოებული სხდომა, რაზე შეთანხმდა? სამების საკათედრო ტაძარში. კარგით. იქნება თუ არა საჯარო? საჯარო იქნება? რა თქმა უნდა. სხდომის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის მომავალი პატრიარქის არჩევისთვის სამების საპატრიარქო ტაძარში. საერო და სასულიერო პირთა შეკრება რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდეს. ქვეყნის ეკლესიის მმართველი სავარაუდოდ რამდენიმე დღიანი მსჯელობის შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩევა. სამების ტაძარი ავირჩიეთ 2000 ადამიანს რა შეეხება. თითოეული ეპარქია წარმოადგენს ორ სასულიერო პირს, ასევე თითო მონასტრიდან ორ სასულიერო პირს ერის ადამიანს და თითოეული მონასტრიდან ორ წევრს, მონასტრის წევრს. ამ 2000 ადამიანს იქნება სათათბირო ხმის უფლება. როდესაც სამ კანდიდატს წარმოადგენთ, გამოჩნდება ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ ეს ერთი და კიდევ მე არ გამოურიცხავ, რომ ჩვენ ამ კანდიდატებზე რაიმე ახალი შევიტყოთ. გონია პირდაპირ ტრანსლაცია იქნება, რა თქმა უნდა ამის. ეხლა ისე დროში ვცხოვრობ ჩვენ, რომ ამის შეზღუდვა მგონი არ იქნება. შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმა მთელ ამ პროცესს პირდაპირ ეთერით თვალი მიადევნონ, თუმცა ამ საკითხზე სინოდის 3 აპრილის სხდომაზე არ უმსჯელიათ. შეკრებისას პარასკევს არჩევნების სამართლიანად გამჭვირვალედ და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ხმის დამთვლელი სამანდატო და სარედაქციო კომისიები დააკომპლექტეს. ხმის დამთვლელ კომისიას ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, სამანდატოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, ხოლო სარედაქციო კომისიას მეუფე ანდრია გვაზავა უხელმძღვანელებენ. Მინდა თვლის ხმებს მეუფეო. ესე იგი, 3 კომისია დასახელდა ეხლა დღეს. ერთი პირველი კომისია არის ხმების დამთვლელი კომისია. აი ეს ხმების დამთვლელ კომისიაში იქნებიან ეპისკოპოსები და აი პირდაპირ გაწერილი ამაზე ვიმუშავეთ ეხლა დიდხანს. გაწერილი არის პირდაპირ ჯერ ვინ ამოიღებს იმ ყუთიდან, ყუთში როგორ მოხდება ეს დეტალებია ეს. დასახელებული იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას. წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოვლინდეს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად. 3 აპრილის სინოდის სხდომა 6 საათს გაგრძელდა. მსჯელობის ძირითადი ნაწილი დაეთმო ეკლესიის გაფართოებული სხდომის დეტალებს. არ უმსჯელიათ 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებაში შესატან ცვლილებებზე, მაგალითად საპატრიარქო კანდიდატის ასაკობრივ ზღვარზე და მისი განათლების საკითხზე, რომელსაც დებულების მეოთხე თავი არეგულირებს. მართვა-გამგეობის დებულებაში ცვლილებას გაფართოებული კრების მოწვევა ესეჭიროება, რაც პატრიარქის პრეროგატივაა. განიხილება გამონაკლისის დაშვებაც. მომდევნო სინოდის სხდომა ამ გამონაკლისის განხილვას დაეთმობა, რის შემდეგაც პატრიარქობის 3 კანდიდატს გამოარჩევენ. აი თქვათ როგორ უნდა გავსაზღვროთ ჩვენ 70 წლამდე თუ 70-დან თქვათ 71-მდე ზოგადად. აი ამაზე ასე მეუფე დანიელს მიეცემა შესაძლებლობა რომ მიიღოს არჩევნების მომავალ სინოდის სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს გავივლით. გაფართოებული სხდომის წინა სხდომა იქნება ეს უკვე და 3 კანდიდატი მომდევნო სხდომას გამოირჩევა. 3 კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ კრებას. არის რამდენიმე მდელმთავარი, ვისაც მე მოვიაზრე. ამათ შორის მე გავაკეთებ არჩევას. თუ ასაკობრივი ზღვარი 70 წელზე ზევით არ აიწევს პატრიარქობის კანდიდატი, ვერ იქნება მეუფე დანიელი, რომელსაც მაისის ბოლოს 71 წელი უნდა შეუსრულდეს. შაბათის ფორმულას აქვს ინფორმაცია, რომ ის პატრიარქობის ტახტისთვის ბრძოლას გეგმავს.
გენილება არაფერი არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, იმიტომ ეს გაფართოება გაერთიანებულმა უფრო სწორად. კრებამ უნდა შეცვალოს, ოდესაც ახალი პატრიარქი იქნება. 70 წელზე რა დადგინდა? ჯერჯერობით არაფერი რჩება, ეს იქნება სამჯეროსაგან ისევ და ამას მე კიდევ უნდა შეიკრიბოთ? შევიკრიბოთ აუცილებლად. როდის უნდა 7 იყო დღევანდელი სინოდი. სინოდი 7 არასოდეს არ არის. იმიტომ რომ ჯერ ცოცხალი ადამიანები ყოველთვის არის, ოღონდ კამათი რას ნიშნავს ამასაც მნიშვნელობა, კაცთა სხვადასხვაობა. სინოდში იყო აზრთა სხვადასხვაობაც, კამათიც, მაგრამ საბოლოოდ დღემ 7-ად დამთავრდა. მთავარი და გადამწყვეტი თემები მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. თუ გამონაკლის არც განათლების მიმართულებით დაუშვებენ, მაშინ არჩევნებს მიტროპოლიტი ისაიაც გამოეთიშება. კანდიდატად მეუფე იობი ვერ დაასახელებს ვერც ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს. ისაიას და ეფრემს თეოლოგიური განათლება არ აქვთ. რა გადაწყვეტილება მიიღეს და კონსეილში განათლებაზე დაუშვეს თუ არა გამონაკლისი? არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მეუფე ნიკოლოზმა არ გამორიცხა, რომ გამონაკლისი კანდიდატების მსურველებისთვის განსაკუთრებული დამსახურების გამო დაუშვენ. გამონაკლისი შეიძლება იყოს ეპისკოპოსის კუფიაზე ბრილიანტი ჯვრის ტარების უფლება, რაც პატრიარქის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც ილია მეორეს რჩეულებს სხვა მაღალი იერარქებისგან ყოველთვის გამოარჩევდა. პატრიარქმა ეს ჯილდო მეუფე შიოსა და აბრაამის გარდა მეუფე დანიელსა და ისაიას გადასცა. დებულების შეცვლა შეუძლია მხოლოდ გაფართოებულ კრებას, რომელიც უნდა მოიწვიოს პატრიარქმა გაფართოებული კრება. გაფართოებული კრება რო პატრიარქმა მოიწვიოს, ჯერ პატრიარქმა ავირჩიოთ. ამიტომ ჩვენ დღეს ვიმოქმედებთ არსებული დებულებით. გამორჩევა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, რა თქმა უნდა. იმჟელეთ გამონაკლისეთ. არა, დღეს არ გვიმჟელია გამონაკლისის დაშვება, თქვათ, რაღაცა განსაკუთრებული დამსახურების გამო თუ მოხდება, ამას გადავწყვიტავთ უკვე როდესაც კანდიდატების საკითხს განვიხილავთ. განჩინების ოქმის გამოცხადებამდე საჯარო გახდა ის წერილი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა სინოდის წევრებს 23 მარტს გაუგზავნა. წერილის მიხედვით მეუფე პეტრე ცაავა თავს მოვალედ თulis მონაწილეობა მიიღოს მომდევნო სინოდის სხდომაზე და კათოლიკოს პატრიარქის არჩევის პროცესში. ჭყონდიდის ყოფილი მმართველი თulis, რომ სინოდის გადაწყვეტილებით ის 2019 წლის 31 ოქტომბერს მოციქულთა 25 კანონის დარღვევით დაისაჯა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჩემზე დაკისრებული მრავალგზის მსჯავრი ეწინააღმდეგება მოციქულთა 25 კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვით ერთი დანაშაულისთვის ორგზის დასჯა დაუშვებელია. ეპისკოპოსი ხელდასმის მომენტიდან სინოდის წევრია, არა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, არამედ ხელდასმის საიდუმლოს მადლით. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საღვთო მადლი ზეაღმატებულია საეკლესიო კანონმდებლობაზე. სინოდის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მიტროპოლიტ პეტრეს აეგრძალა მღვდელ მოქმედება. განთავისუფლდა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისგან. სწორედ ამ ჩანაწერს უწოდებს ჭყონდიდის ყოფილი მმართველი საეკლესიო კანონის დარღვევას. თუ მოუგმართავს, განვიხილავთ, ვიმჟელებთ და მოგახსენებთ. სინოდის დადგენილება არის. სინოდის დადგენილება რომ მეუფე პეტრეს სინოდის წევრობის უფლება აქვს ჩამორთმეულს. სინოდის არ გამოუგზავნია. მე ვარ სინოდის წევრი და სრული პასუხისმგებლობა გეუბნით, არავით არის გავში წერილი. მეუფე სახელზე არის წერილი. არა, ის სახელზე შეიძლება არის დაწერილი, მაგრამ მე არ მიმიღია როგორც სინოდის წევრს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით მომდევნო სხდომას დაესწრება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი მღვდელმთავარი აბრაამ გარმელია. გავლენიანი მაღალი იერარქი პატრიარქის კანდიდატობის დასახელების შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ეკლესიის გაფართოებულ სხდომაშიც. ყოველ ახალ შაბათს დრო უფრო მცირდება, არაუგვიანეს 17 მაისისა. მსოფლიო საზოგადოებას ეცნობება, ვინ გახდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ვინ გადაიბარებს 49 წლიანი მმართველობის უდიდეს და ურთულეს პასუხისმგებლობას.